სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და დღეს ჩვენ დავიწყებთ 77 ნაწილს, რომელიც 2021 წლის 30 ოქტომბრის, თითქმის 1 წელი გავიდა ბოლო ჩანაწერიდან და ჯონ მაკარტური ნელ-ნელა გაიგებთ ალბათ ჩვენც გავიგებთ უკვე რომ ავათაც გახდება, მას კოვიდიც შეეყრება და შემდეგ გულის პრობლემები დაეწყება. ალბათ შეიძლება ვაქცინაციაც ქონდა გაკეთებული, არ ვიცი ზუსტად. მაგრამ პრობლემები შეეყრება. Ამ დროს გარდაიცვალა კალამიცევის თუ არ მეშლება მამაც, რომელმასაც კოვიდი დაუდასტურდა და კოვიდი ქონდა 90 წლისას. და ჩვენც უკვე მივდივართ 80 ნაწილი იქნება ბოლო და უკვე დღეს 77 ნაწილზე გადავალთ და პირველ კითხვას ბენიამინის სვავს. და ბენიამინის სვავს კითხვას, რომ ახალგაზრდა პიროვნება, მე დავდევი მისი ფოტო, შესანიშნავი ახალგაზრდა პიროვნება და ნახეთ პრობლემები აქვს მოწევნოს საცოლე, მეგობარი, მეუღლე, რომელიც მას გამოადგება და დაბნეულია როგორ იმოქმედოს, რითი იხემძღვანელოს, იმიტომ რომ საზოგადოება ჩვენს სხვადასხვა სტანდარტებს გვთავაზობს. ჩემთვის აღმოჩენა იყო პირადად ჩემთვის მე როდესაც ამერიკასთან მქონდა უკვე შეხება რომ თუნდაც რო დავფიქრდეთ პროცენტულად არ ვიცი ხლა როგორ გითხრათ მაგრამ ოდენობით ნამდვილად უფრო მეტი ასე ვთქვათ ვაჟიშვილები რომლებიც ქორწინებამდე სექსი არ ქონეთ უფრო მეტი იყო ამერიკაში ვიდრე საქართველოში. იცით საქართველოში როგორ ხდებოდა ეს პროცესები, ჩვეულებრივი რამე იყო ჩემ დროსაც, რომ ამაკაც ქორწინებამდე ქონოდა სექსი. ეს როგორ თქვა, იყო, მაგრამ საზოგადოება ამას არ იმუშავებოდა რა. ქალიშვილები, რა თქმა უნდა, ქალიშვილობის ინსტიტუტი უფრო ძლიერი იყო. მაგრამ მე გაოცება მქონდა, რომ ამერიკაში აღმოაჩინო ბევრი ვაჟიშვილიც ქრისტიანული თვალსაზრისით, რომ მიღწევდა ქრისტეს მცნებას. და აღალაპრო ქალებზეც ქალებიც აღმოჩენა იყო ჩემთვის რომ მიხვდა ისა ფილმებს უყურებდი ბევრ ამერიკულ ფილმებს მე არ ვიცოდი რომ ამხელა დიდი ქრისტიანული დიასპორები იყო ჩემთვის აღმოჩენა იყო მაგალითად რომ ყველაზე მეტი ქრისტიანი ამერიკაში ცხოვრობს დღესაც სოფლიოში ну ნომინალურ ქრისტიანები ავიღეთ ასევე ეკლესიაში მოსიარულე ქრისტიანები ყველაზე მეტი იყო ასევე პროცენტულად ამერიკაში ყოველთვის წარმოვიდგენია და ბუნებრივია იყო ისეთი ეკლესიები, სადაც ეს კაცრად იყო და ოჯახებიც ეს დინდნენ შვილებს. აი მე მივხვდი უკვე ამერიკის სიძლიერე რაში იყო. როცა და ნელ-ნელა უკვე რო წავიდა უკან იცით ხომ უკვე ეს იწყება უკვე ალბათ 20-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის და ნელ-ნელა უკვე პიკს აღწევს იცით ხომ უკვე სექსუალური რევოლუცია უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოდიან ეს ბიტლზები, ბიჩ ბოის, ეს მუსიკა, როკი, ჰიპების მოძრაობა და ეხლა ნახეთ რა დღეში არის უკვე ამერიკა რა დონეებზე ავიდა რა. მიუხედავად ამისა, ევროპასთან, კანადასთან, ავსტრალიასთან შედარებით მაინც კონსერვატივი რჩება ბევრი ესე ვთქვათ ჭები დავარქვათ ამათ ქრისტიანული ეკლესიები და დიასპორები, ძალიან ბევრი. შედარებაც არ შეიძლება. და როდესაც ეს უკვე ნელა შეირყევა, აი მაგალითად ახლა უკვე ტენდენცია მაგალითად ისრაელთან რომ გადახალისდეს ურთიერთობა და დამოკიდებულება. უკვე იწყება ეს ქრისტიანულ წრეებშიც ამერიკასთან. რატო და კითხვას სვამენ, ხო? და კრიტიკულად უდგებიან. ასე რომ იცვლება, ძალიან იცვლება უკვე ამერიკული საზოგადოებაც. კათოლიციზმი მატულობს იცით ლათინო ძალიან ბევრი გამრავლდა მათ ბევრი შვილები ყავთ ასევე ირლანდიელებს იტალიელებს უფრო მეტად აბორტიც ნაკლებად იმაშრებიან განქორწინებაც მათთან რთულია და ბევრი ისინი ფაქტორები ამერიკას უკვე ცვლის ასე რომ ლანდშაფტი პოლიტიკურიც ყველანაირად იცვლება და აქედან გამომდინარე ნახეთ ბენჟამინი ბენი რა კითხვას ასვავს საცოლის შერჩევა დღევანდელ რეალობაში უფრო და უფრო რთულდება ამიტომ რას გვირჩევდით მე ესე გავუკეთე ფორმულირება და მოусვინოთ ბენს. გამარჯობათ. მე ბენჟამინი, ბენი მქვია. გამარჯობა ბენ. მე მაქვს კითხვა პირველ კორინთელთა მე-7 თემთან დაკავშირებით და მე ამ ნაწილსაც წაგიკითხავთ. ეს არის ესეთი
პირველი ნაწილი, რა თქმა უნდა, ეხება ბენს. რაც შეეხება იმას, თქვენ რომ მომწერეთ, კაცისათვის კარგი არ გაეკაროს დედაკაცს, მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს თავისი ქმარი. ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმა ქმარს. ცოლი არ უფლოს თავის ხელზე, არამედ ქმარი, ასევე ქმარიც არ უფლოს თავის ხელზე, არამედ ცოლი. თუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა შეთანხმებით და ისიც დროებით, რომ ლოცვა მარხვისათვის მოიცალოთ და კვლავ ერთად იყოთ, რათა სატანამ არ გამოგცადოთ თქვენი თავშეუკავებლობით. ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით, ვინაიდან სურს ყველა ადამიანი იყოს ისე, როგორც მე ვარ. ანუ მარტო ხელაზეა ლაპარაკი, მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღმერთისაგან. ზოგს ასე, ზოგს ისე. ამას იესოც ლაპარაკობს ხალხს ხო, როგორ დასაჭურისებაზე რო ამბობს, როგორ არის, ხო, ადამიანები თვითონ ისაჭურისებს თავს. და აი პავლეს შემთხვევაში აი ესეთი არის. ხოლო დაუქორწინებლებსა და ქვრივებს ეუბნები, რომ კარგია მათთვის ჩემსავი დარჩენ, მაგრამ თუ არ ძალუთ, თავშეკავება იქორწინონ, ვინაიდან უჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ. ანუ მრუშობაში რო არ ჩავარდე. აი ხლა აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბენის აინტერესებს. შემნიშნე რომ მე და ჩემი ბევრი მორწმუნე ძმა ყველანი ვიღებთ ამ წინაპირობას, რაც პირველ ყოველთა მეშვიდე თავში ამოცეული. და ჩვენ გარკვეულწილად ხომ გვინდა რომ მივზიოთ ღმერთს, რათა მოვძებნოთ ქალი, რომელიც პოტენციურად დამხმარე იქნება. მე შევნიშნე საკუთარ თავში და მსმენია ძმებისაგან ერთგვარი პარადოქსის გამოხატვა. ჩვენ ვაღიარებთ იმ ფაქტს, რომ რომანტიკა გვაქვს რომანტიზირებული. ესე იგი, ნახეთ, რომანტიკას რომ არ უდგებიან ისე საღად, როგორც სწორია და ძალიან უნდათ რომ რომანტიკით გაერთვნენ, რასაც ჩვენი საზოგადოება და იცით წიგნები და რავი, მადამ ბოვარიც როგორ უყურებდა, ხო? ესე იგი, რომანტიულად უყურებენ ამ საკითხს და ძალიან რომანტიზირებულად აქვს რომანტიკა გაგებული. და ზოგჯერ გარკვეულად უცნობ ქალს, რომელსაც ჩვენ ვაღმერთებთ, ხო? გარკვეულწილად იდეალურად სახავთ. და ამ დროს უკმაყოფილონი ვართ იმით, რაც შეიძლება ღმერთმა ჩვენ მოგცა და ჩვენ გვერდით არის დიდი ხანია. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით, რომ მარტო ხელა მამაკაცი, რომელსაც აქვს შეგნებული, რომ არსებობს სექსუალური გრძნობები, მისი მარტოხელობა არ არის კარგი. რომ ღმერთმა სპეციალურად ამისათვის შექმნა ცოლქმრის ინსტიტუტი. და ჩვენ შექმნა ცოლის მოსაყვანად. ამიტომ ჩემი კითხვა, როგორ შევათავსოთ ეს ორი აზრი დროის თვალსაზრისით, რა საზოგადოებაში ჩვენ ცხოვრობთ, რა ეპოქაში ჩვენ ცხოვრობთ. თუ დროს უთმობთ სახურებას და ღმერთს, რათა დარწმუნდით, რომ ჩვენი მოტივები სუფთაა, როცა გოგონას პატიჟებთ, ხომ, პაემაზე, შეხვედრაზე. ჩვენ ამითი არ ვემორჩილებით მოციქულთა მცნებას ამ პირველ კორინთელთა მეშვიდე თავში? ამიტომ სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს აზრს. როგორ ვიხემძღვანლელოთ ამ შემთხვევაში? და ჯონ მაკარტური პასუხობს. ესე იგი, შეიძლება გსურდეს მცნების შესრულება, მაგრამ ვერ პოულობ ვინმეს, ვინც შენზე დაქორწინებას ათანხდება. ასე რომ, ბენ ეს რეალობა ყოველთვის იქნება და არსებობს. დიახ, მართლაც მნიშვნელოვანია კითხვა, რადგან ქორწინება სიცოცხლის მადლია. ეს არის ღმერთის დიდი მადლი ამ ცხოვრებაში, ამ სიცოცხლეში. ქორწინება ცხოვრებაში ყველაზე სრულყოფილი ურთიერთობა ყველა შესაძლო ფრონტზე. და დღევანდელი კულტურა ამას სულ უფრო და უფრო აჭიანურებს და ართულებს. ის გვირთულებს ჩვენს ამ არჩევანის გაკეთებას. როგორც ჩანს, ყოველწლიურად საშუალო ქორწინების ასაკი უფრო და უფრო იზრდება. უფრო და უფრო მატულობს. ეს კი უზარმაზარ ზეწოლას ახდენს ახალგაზრდებზე, რომლებსაც უნდათ რომ შეინარჩუნონ სიწმინდე და არ შევიდნენ ქორწინებამდე სექსუალურ კავშირში ვინმესთან. როდესაც ისინი აღწევენ ამ ასაკს, მათ ჭირდებათ, რომ დროზე გადადგან ეს ნაბიჯი. როდესაც მათ სურთ დაქორწინება და ოჯახის შექმნა. ასე რომ ყველაფერი, რაც შემიძლია გავაკეთო, არის რომ მოუწოდო ქრისტიან ახალგაზრდებს თქვენი სახით, რომ არანაირად არ ჩაგითრიონ და არ გაგიტაცონ ამ სამყაროს ღირებულებება და რაღაცა სრულყოფილების ძიებაში არ გაწელო და არ გაჯანჯოლთ ეს პერიოდი. რასაც საზოგადოება ჩვენ ყვარნახობს და ყოველთვის დიქტატს ვიკეთებს, რომლებიც რეალობასთან სრულიად აცდენილია და არ არის დაკავშირებული. თქვენ რაც აღნიშნეთ, რომანტიკის რომანტიზირება. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ამ შემთხვევაში უნდა შეხედოთ საკუთარ თავს და შეიძლება ეს დაგეხმაროთ ისე როგორც პავლე აღწერს ქორწინებას ეფესელთა მეხუთე თავში. და ის ძირითადად ამბობს, რომ ქმარი
ცოლისათვის მხსნელივითაა. არსებითად ეს არის ის, რაც ნათქვამია ეგ. და მე ვფიქრობ, რომ მამაკაცებს ნამდვილად აკისრია ტვირთი, რომ თავი დაინახო როგორც ქალების მარტოობისაგან განარჩენელმა, რომლებიც ქალებს დაუკმაყოფილებენ ამ გრძნობას, რომ არ იყვნენ მარტო. და ამ დაუკმაყოფილებისაგან იხსნიან. სადაც იქნებიან ისინი უკვე დაცულები და უზრუნველყოფილი. რომ ისინი ზრუნავენ, უყვართ ისინი და მათ ეძელებათ საშუალება შვილების გაჩენის. ასე რომ ჩვენ საზოგადოებაში ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორედ მამაკაცებმა უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი წინ. და გულწრფელად არ ვიცი რას ელოდებიან ხოლმე ხშირად. ისინი უნდა იყვნენ ინიციატორები და არ უნდა ეძებონ რაღაცა იდეალური ქალი. მე ბევრჯერ დავემუქრე ჩვენთანაც მარტო ხელა ქალებს და მარტო ხელა კაცებს, რომ დავაყენებდი ერთმანეთის წინ და ძალით დავაქორწინებდი, მიუთითებდი შენ ამაზე დაქორწინ, შენ ამაზე. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. ასე რომ იმის ნაცვლად რომ ვეძებოთ ვინმე რაღაცა, რომელიც იქნება რაღაცა ჯილდო, ტროფეინი, თქვენ უნდა მოძებნოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს ქრისტე, რომელიც შეგიძლიათ, რომლისათვისაც თქვენ შეგიძლიათ იყოთ მხსნელი, ფარველი, მზრუნველი, საყვარელი და იყოთ ისეთი, როგორც ქრისტეა ეკლესიისათვის. რადგან ეს არის ზუსტად სურათი აღწერილი მე რაც გითხარით ეფესელთა წერილში. და მე მკაცრად მოუწოდებ ახალგაზრდა მამაკაცებს, რომ იპოვნონ ცოლი, არ გადადონეს. რადგან ეს არის ღვთის უდიდესი საჩუქარი ამ ქვეყანად და ეს საშუალებას მოგცემთ აღზარდოთ შვილები, რომლებიც მერე გაიცნობენ და ეყვარებათ უფალი. ეს არის ქორწინების მიზანი. შთამომავლობის გაჩენა და ამის გაკეთება ქრისტეში ცხოვრებაში უმაღლესი მოწოდებაა. მინდა ყველაფერი გავაკეთო და წავახალისო, რომ მამაკაცებმა პირველმა ისწავლონ ამ ნაბიჯის გადადგმა. და ვიცი, რომ ჩვენ საზოგადოებაში საკმარისი ცუდი ქორწინებებია და გარკვეული შიში არსებობს და ამაზე განიცდით თქვენ. მაგრამ ქორწინებას ისე უნდა შეხედოთ, როგორც უფალი უყურებს თავის ეკლესიას. მან იცის, რომ პატარძალს პრობლემები აქვს, მაგრამ ის მაინც მისი მხსნელია და მისი მფარველია. და მე ვფიქრობ, რომ თუ ღვთისმოსავ ქალს იპოვით, ეს დიდი ჯილდოა, ყველაზე დიდი ჯილდო, რაც შეიძლება ცხოვრებას რომ შემოგთავაზოთ. უბრალოდ ნუ მისცემ სამყაროს უფლებას განსაზღვროს, დიქტატი გაიგეთოთ, თუ როგორი უნდა იყოს ეს თქვენი მეუღლე. კარგით? და ნამდვილად ძალიან კარგი კითხვა და მე წავიკითხავ ეფესელთა მეხუთე თავს, რომელიც ბატონმა ჯონმა აღწერა, ხო? მას მიბაძეთ ღმერთს როგორც საყვარელმა შვილებმა. იარეთ სიყვარულში ისევე როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაძლებლად და მსხვერპლად, სასიამოვნო კეთილსურნელებად. ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმინდურობა და ანგარება აღარ იხსენებდეთ თქვენ შორის, როგორც წმინდად შეშვენით. ასევე არ შეგეფრიალდეთ ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი დაცინო, არამედ პირიქით მადლიერება, რადგან იცოდეთ, რომ არცეთ მეძავს, ან უწმინდურს, ან ანგარს, რომელიც კერპსახურია, არ აქვს მემკვიდრეობა ქრისტესა და ღვთის სამეფოში. არავინ გაცნოთ ცარიელი სიტყვებით, ვინაიდან ამისათვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩვილებს. ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიანი. ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხართ უფალში. მაშინ იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით, რადგან სინათლის ნაყოფი ყოველ სიკეთეში სიმართლესა და ჭეშმარიტებაშია. გამოსცადეთ რა არის უფლის მოსაწონი და ნუ ეზიარებით სიბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ ამხილეთ, რადგან რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა და მაინც ყველაფერი სინათლით მჟღავდება, ვინაიდან რაც გამომჟღავდა უკვე ნათელია. ამიტომ ითქვა, გაიღვიძე მძინარე, აღზრდე მტვრეთით და გაგინათებ შენ ქრისტე. მაშ ფრთხილად მოიქეცით, არა როგორც უგნური, არამედ როგორც ბრძენი. გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი. მაშ ნუ იქნებით უგნური, არამედ შეეცადეთ ჩაწვდეთ რა არის ღმერთის ნება. ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსილობაა, არამედ აღივსენით სულით. ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით. უმღერეთ და ფსალმუნით უფალს გულებში. მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთისა და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით. დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მხსნელი. და როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში. მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა
მისთვის, რათა წმინდა იყო იგი და განეწმინდა წყალში განბანით, თავისი სიტყვის მეშვეობით და ასე წარედგინა თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელსაც არ აქვს ლაქა, არც მანკი, არც რაიმე მსგავსი, რამედ პირიქით წმინდა და უბიწო ყოფილიყო. ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავის ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავის სხეული, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას. იმიტომ რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანი და მისი ძვალთაგანი. ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან. დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტესა და ეკლესიაზე. ხოდა ყოველ თქვენგანსაც საკუთარი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს მოშიშება კონდეს ქმრისა. ეს ბოლო დარიგებები, იცით, სულ 6 თავიანია და ბოლოში ყოველთვის დარიგება უკვე პრაქტიკული პავლეს წერილებში. ეს არის ბატონმა ჯონმა რაც ახსენა თავის ამ კითხვა-პასუხში. მადლობა მოსმენისათვის.